მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2020 წელი ამოცანა ნომერი 13. დადებითი ნიშნის ორი ტოლი წერტილოვანი მუხტის ურთიერთქმედების ძალაა F. განსაზღვრეთ ამ მუხტებით შექმნილი ელექტრული ველის პოტენციალი მათი შემაერთებელი მონაკვეთის შუა წერტილში. კულონის მუდმივაა K, ელექტრული ველის პოტენციალი მუხტებისაგან უსასრულოდ შორს ნულის ტოლად ჩათვალეთ. ხო, მოცემული გვაქვს ძალა ამ მუხტებს შორის. მუხტები არის ორი ტოლი ნიშნის მუხტი გვაქვს, Q1 უდრის Q2-ს და უდრის Q-ს. ასე მოცემული გვაქვს კულონის მუდმივა, ელექტროსტატიკური მუდმივა K და ასე ვიცით, რომ ველი ელექტრული ველის პოტენციალი უსასრულობაში ნულის ტოლია. და გვეკითხებიან, ეს ტოლი არის ჯამური სრული პოტენციალი Q1 და Q2 მუხტების შემაერთებელი მონაკვეთის შუა წერტილში. ავიღოთ პირველი მუხტი მოვათავსოთ აქ Q1 უდრის Q-ს. მეორე მუხტი მოვათავსოთ გარკვეული ერმანძილზე Q2 უდრის Q მუხტი. ამათი შემაერთებელი თლიანის სიგრძე არის R, შესაბამისად შუა წერტილი მუხტებიდან შუა წერტილამდე მანძილი იქნება R ნახევარი. ეს იყოს პირველი წერტილი, ეს იყოს მეორე წერტილი. ახლა იქნება ძალა ტოლი იქნება K Q1 Q2 შეფარდებული R კვადრატთან. თუ გავითვალისწინებთ Q1-ის და Q2-ის მნიშვნელობად, მივიღებთ K Q კვადრატი შეფარდებული R კვადრატთან. ახლა მოდი გავითვალოთ პირველ წერტილში მოთავსებული მუხტის მიერ შექმნილი პოტენციალი Φ 1 ნახევარ წერტილში რის ტოლი იქნება, ეს ტოლი იქნება K Q შეფარდებული პირველ წერტილიდან აწერტილამდე მანძილამდე აწერტილამდე რომელიც ნახევრის ტოლია, ხოლო Φ2 მეორე წერტილში მოთავსებული Q მუხტის ველის მიერ შექმნილი პოტენციალი იქნება ანალოგიურად K Q შეფარდებული R ნახევართან, საიდანაც Φ სრული R ნახევარ წერტილში ტოლი გამოგვდის Φ1 R ნახევარს პლუს Φ2 R ნახევარს, რომელიც ტოლი იქნება Φ1 R ნახევარში არის ტოლი 2 K Q R-თან დამატებული 2 K Q R-თან, რომელიც ტოლი იქნება 4 K Q შეფარდებული R-თან. და თუ პასუხებს დავაკვირდებით, K და F ურევია პასუხებში, ამიტომ Φ რამენერად K-სთან და F-თან უნდა დავაკავშიროთ. ამისთვის მოდი ასე მოვიქცეთ. ნუ აქედან ის ტოლი Q კვადრატი შეფარდება R კვადრატთან. ტოლი იქნება F-ის შეფარდების K-სთან, შესაბამისად Q-ს შეფარდება R-თან, ტოლი იქნება კვადრატული F-ის შეფარდობისა K-სთან. და აი ამ Q-ს შეფარდება R-ის მაგალითად თუ შევიტანთ ჩვენ, ანუ ეს ტოლი იქნება 4K გამრავლებული Q-ს ფარდობისა R-თან და თუ გავითვალისწინებთ Q-ს ფარდობას R-თან არის ფესვი F-თან, იქნება 4K Q-ს შეფარდება F-ის შეფარდება K-სთან. ეს ტოლი იქნება K-ს თუ შევიტანთ ფესვის ნიშნის ქვეშ, გვექნება 4 ფესვი K F-ი. რაც ტოლი არის 4 K F-ი ხარისხად 1/2. ანუ პასუხი რო დავწეროთ Φ ნახევარ წერტილში ტოლი ყოფილა 4 K F-ი ხარისხად 1/2. პასუხი არის 4. D.